ზეწოლა მეცხრე არხის ჟურნალისტი, არხის გენერალური დირექტორ კახაბექაურის თქმით, მათი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა უცნობმა პირებმა მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და დაემუქრნენ. თუ ჩაჩუა მათ ტელევიზიიდან ინფორმაციას, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მარშრუტის შესახებ არ მიაწვიდა, სასტიკად გაუსწორდებოდნენ. მეცხრე არხის ჟურნალისტმა ოპერაცია ენვერის კადრებში სწორედ ის ადამიანი ამოიცნო, ვინც რამდენიმე დღის განმავლობაში ემუქრებოდა და აშანტაჟებდა. ეხლა წამლის კეთებაში გაგბერავთ, წამალს გაგიკეთებთ, იყო კითხვები, მიწევდა თუ არა პარტიულ ოფისებში სიარული და შემეძლო თუ არა რაიმე სახის ინფორმაციის გამოტანა პარტიული ოფისებიდან. იყო რამდენიმე ლიდერზე ლაპარაკი, მათ შორის იყო საუბარი ბიძინა ივანიშვილზეც. მეცხრე არხის გენერალური დირექტორი კახაბექაური მომხდარ ჟურნალისტზე ზეწოლად მიიჩნევს. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს უშიშროების სამსახურებიდან მომდინარეობს. ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი. ტელეკომპანია მეცხრე არხის ჟურნალისტ კოლეგებმა სოლიდარობა მის მხარდამჭერ აქციაზე მისვლით გამოუცხადეს. მაშინ როცა თბილისში დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტის მხარდასაჭერ აქციას მართავდნენ, სვანეთში მეცხრე არხის რეპორტიორებს გაურკვეველი გადამღები ჯგუფი დაძდევდა და ირონიულ შეკითხვებს სვამდა ამ თემასთან დაკავშირებით. არის გაურბივა, წამოგ ვიარო, ერთად ზაზა უნდა ჩავწერო გოროზია, წამოგ. შეკითხვები მინდა დავუსვა, წამო თქვენს დავუსვა. მე ზაზას მინდა დავუსვა კონკრეტულად. შეკითხვები გვაქვს, ანუ მამაკაცები უფრო მოგვწონს ხალხი. ეს ქართული მედიის ახალი სტანდარტებია რა, მე? რა კითხვაზე უნდა გიპასუხოთ? ლეგიტიმურია, ნორმალური კითხვა და ამის უნდა დიდი სიამოვნებით გიპასუხოთ. ადამიანი, რომელიც მეცხრე არხის ჟურნალისტებს დაძდევს, ღირსების ორდენოსანი ჟურნალისტი მალხაზ ბასილაია. ღირსების ორდენი მას პრეზიდენტმა სააკაშვილმა რამდენიმე წლის წინ მისცა. ეს არის ადამიანი, რომელიც თავის დროზე სამართალდამცველებს გატაცებაში, დაშანტაჟებასა და ასევე გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებდა. ბიძინა ივანიშვილი მესტიას ეწვია, სადაც პირველი შეხვედრა ხაიში ადგილობრივი თემის მოსახლეობასთან გამართა. დღეს კოალიციის ლიდერი ჭუბერში იმყოფებოდა. მოსახლეობასთან შეხვედრის პარალელურად კი შეკრების ადგილიდან გარკვეული მანძილის დაშორებით ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები იმყოფებოდნენ. მათი ნაწილი ახალგაზრდები იყვნენ, რომელთაც მაისურები ეცვა წარწერით მე მიყვარს საქართველო. სააკაშვილს გაუმარჯოს! ვიშო! ბატონო! ფეხით ვარ მოსული ზუგდიდიდან. ო! ვიშო! ხო, ფეხით. რამე კომისიებია კონკრეტული? ხო. რა? შეგვამენ ბავშვი. ბატონო? შეგვამენ ბავშვი. ბავშვები შეგვამენ და ამასთან. და რამდენი მარშრუტი გქონდა? რამდენი სამარშრუტო მიკროავტობუსი? რა მარშრუტი? ახლა ფეხით გამოვედი. ბატონო? საყრიდან გამოვედი ფეხით, რაც მინდოდა მარშრუტი. მიკროავტობუსები, აი ძალიან ბევრი მიკროავტობუსი გაზა, ეს ფერა მოგიყვა. არა, ვაქირა. კარგი, ახლა იქ ბავშვი დგანან ხალხი გასხეული აზრს. ძალიან კარგია, ისეთი ჩვენი ხალხი არიან. თქვენ ისევე საყვარელი და ისევე ჩვენი ქვეყნის შვილები ხართ, როგორც ყველა ქართველი. და ეს არის სიჩქარე. ასე დაკეთება მათ არა, ჩვენთან ცხოვრობენ. ამას ახერხებს ხელისუფლება, როგორღა დააპირისპიროს საქართველოს მოსახლეობა. მე ვიცი, რომ სვანები არ არიან და აქედან არ არიან, ამიტომ ამოყვანილი არიან ეგრეთ წოდებული ზონდერები, გადაცმული მილიციის თანამშრომლები, რომლებიც აი აქ დგანან ბაღში და აპირებენ პროვოკაციის მოწყობას ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ. აი აქ თქვენ კითხეთ, გაბრძანდით და კითხეთ, თუ რომელიმე ერთი მაინც გიპასუხებთ, ერთი მაინც სვანურად, რომ ისინი სვანები არიან თუ არა. მეგრელები ამოიყვანეს. 12 ივლისი შიდა ქართლი კარალეთის დევნილთა დასახლება. ლევან მაისურაძე დასახლების რწმუნებული. ძმები გოგიტა და გიგა გოჩაშვილები, ერედვისა და ქურთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. გია ჭულუხიძე, დევნილთა დასახლების მამასახლისი. 10 ივლისი შიდა ქართლის სოფელი შინდისი, ირმა პაპუნაშვილი, ტერიტორიული ორგანოს მთავარი სპეციალისტი. 10 ივლისი შიდა ქართლის სოფელი ნიქოზი, ილია მინდიაშვილი, სოფლის რწმუნებული მისი ორი და ბიძაშვილის ცოლი. 10 ივლისი შიდა ქართლის სოფელი ბარიანი, იზა კოკაურის საკრებულოს თანამშრომელი ტერიტორიული ორგანოს მთავარი სპეციალისტი. მისი შვილი თაკო კოკაური, პედაგოგი და საარჩევნო კომისიის წევრი. 26 ივნისი შიდა ქართლის სოფელი მერეთი, ლევან ბიძინაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი. ვასიკო თევდორაშვილი, სოფელ მერეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული. კახალომიძე, სახელმწიფო რწმუნებული, გუბერნატორის აპარატის საგანგებო სამსახურის უფროსი. ელდარ ელბაქიძე, საგანგებო სამსახურის თანამშრომელი.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებად-შორის კომისიას საჯარო მოხელეთა უკანონო ქმედებებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს. სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მიერ გადაღებული ვიდეო მასალები ორგანიზაციას საკუთარ ანგარიშში იმის მაგალითად მოჰყავს, როგორ ერევა ადგილობრივი ხელისუფლება პარტიების წინასაარჩევნო კამპანიაში. ყველა მასალაში კარგად ჩანს, როგორ ხვდებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები საკუთარ მომხრეებთან ერთად ქართული ოცნების ლიდერებს, როგორ მოუწოდებენ ტერიტორიის დატოვებისკენ და როგორ იღებენ უშუალო მონაწილეობას ფიზიკურ დაპირისპირებაში. იქ არის ზუსტად კონკრეტული ადამიანების სია, რომლებიც მონაწილეობდნენ აი ამ ინციდენტებში. ასეთი ტიპის ფაქტებზე რეაგირება უნდა იყოს უწყებად-შორისო კომისიის მხრიდან.